უკრაინამ როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმო დაბომბა, აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის სხვა რეგიონებშიც. დრონების თავდასხმის საფრთხის გამო სოჭისა და გელენჯიკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. უკრაინელებმა ღამით კრასნოდარის ოლქში ესკის პორტიც დაბომბეს. რუსებმა კი უკრაინას ღამის განმავლობაში 236 დრონით შეუტიეს, საიდანაც უკრაინამ 203 ჩამოაგდო. თავდასხმას ჩერნიგოვში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მუშენით დაავადებული პაციენტებისა და მათი ოჯახის სოლიდარობა პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება და სიყალბეა. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პროპაგანდისტული იმედის ეთერიდან მაშინ გააკეთა, როცა თბილისში ბავშვებისთვის წამლის მოთხოვნით აქცია იმართებოდა. სარჯველაძეს არც ამჯერად უთქვამს აპირებენ თუ არა წამლის შემოტანას, თუმცა ირწმუნება, რომ მას უფრო მეტად შესტკივა გული, ვიდრე ვითომ გულშემატკივრებს. თბილისში ტრამპ თაუერი აშენდება. 70 სართულიანი შენობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ განთავსდება. Wall Street Journal-ის ცნობით პროექტში ჩართულია კონსორციუმი, რომელიც არქი ჯგუფსა და ბიოგრაფი ლივინგს მოიცავს. ტრამპ თაუერის აშენება 2012 წელს ბათუმშიც იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით პროექტი გაჩერდა. სქესობრივი კავშირის იძულება მუქარით პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ვიდეო ჩანაწერებით დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ქმედებებსა და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ. თბილისის პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭი დააკავა, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.